მოგესალმებით. დღეს აგიხსნით როგორ გავაკეთეთ $1500 თითოეულ ანგარიშზე, ჯამში 5 ანგარიში 7500 გამოვიდა თუ რაღაც არ ვიცი ზუსტად. ეს სანჯის პროფიტი არის, მაგრამ რადგან live trading-ზე გაიხსნა, მინდოდა რომ თქვენთვისაც გამეზიარებინა ეს ტრეიდი, თუ რატო გავხსენით live-ზე ეს ტრეიდი და როგორ მოხდა მისი მენეჯმენტი რა market trade-ის. მოკლედ, მოდი დავიწყოთ. ეს ტრეიდი გაიხსნა ES-ზე, მაგრამ NQ-საც უყურებთ რა თქმა უნდა, ზოგადად ერთი ასეთის ყურება არ არის ხოლმე კარგი ჩემი აზრით, ორივე ასეთს უნდა უყურებდე, სულ რო SMT-ს არ იყენებდე და ვაპირებ ისე მომავალში ამ SMT-ზე იმდენი კითხვა არის, რომ SMT-ზე ვიდეო გადავიღო, თუ რა არის ეს SMT, ყველა რო იყენებს, არადა ეგეთი ძალიან განსაკუთრებული რაღაცაც არ არის, მაგრამ კარგი და გამოსადეგარი რამე არის რა მოკლედ. მანქანის ვიდეოსაც ვინც ელოდებით მალე იქნება, კაი ვიდეო ძალიან. მაგას ვგეგმავ, საკაიფო ვიდეო უნდა გამოვიდეს კიდევ ერთი. მოდი აღნიშნები გავაკეთეთ მოკლედ რა. მარკეტზე ვართ ესე სიტუაციაში, ხო? ჩემი აზრით მარკეტი კიდებული შედაკიდებ ზემოთ წავა რა, მაგრამ ეს ანალიზი ვინც არიცით, ჩვენს Discord-ზე უფასო ანალიზები გვაქვს და აქ ქონდა ჩაგდებული რომ დღეს მარკეტი ესე ზემოთ ავიდა, მაგრამ ეგ delivery რო უკვე AM სესიამდე გააკეთა, ხო? AM-ზე სხვა opportunity ვიპოვეთ. ესეთ სიტუაცია გვაქვს, რომ აი ამ 4 საათიანი იმბალანსში იყოს მარკეტი ES-ი და NQ მაგ იმბალანსში ვერ ავიდა. ქონდა ბიარის SMT, ხო? SI-ც NQ-ს აღებული აქვს და NQ-ს კი არა, SI ორივეს აქვს აღებული, ხო? ბიარის SMT გვაქვს ესე ვთქვათ მარკეტზე რა. ეხლა რას ველოდებით, რომ სტრუქტურა ჩამოყალიბდეს რა. ეგრევე პირველი ბიარის სტრუქტურაზე გაშორტვა ან გალონგვა, როდესაც რაღაცა higher time frame liquidity-ს ვიღებთ, ხო? არის ძალიან დიდი შეცდომა რა. ამიტომაც აქ ბევრი შეიძლება და წაიგო. მე რას დავალოდეთ? პირველი ძალიან კარგი რაც გავაკეთეთ იყო რომ აი აქ მარკეტი როდესაც ამოვიდა, ეს buy sell liquidity მოხსნა SNQ-ზე ვარ ახლა, ხო? ES-ზე რო გადავიდეთ, ხო, დაინახავთ რომ აი ამ 4 საათიან gap-ში გვაქვს SMT. ბიარის SMT, ხო? ეხა რა გვჭირდება რა შეგვიძლიათ უკვე რავი ტრეიდში აქიდან ამ SMT-დან უკვე რავი order block-ზე გაგეშორტათ, ეგრევე თართულ სუპივით გაგეშორტათ, მაგრამ ჩვენ რაც გავაკეთეთ იყო რომ displacement-ს დაველოდეთ market structure-ში, 20 მოდელი იყო რა. აქ შევედით ტრეიდში, stop loss-ი გვეყენა მგონი აქვს swing-high-ზე თუ აქ და target-ი იყო ეს equal low-ები. partially სადღაც აი აქ ავიღეთ ამ low-ზე, სადღაც აქ იყო რომ partially დავკოლერო აგვიღო. და რავი ძალიან კარგი დიდი რისკით რევარდიანი ტრეიდი გამოვიდა რა. კიდე break-even-ზე როდის გადავიდეთ, ეს მინდა რომ აღვნიშნოთ, ვისაც ვინ ჩემ ვიდეოს უყურებთ, იცით რომ ხშირად ვიყენებ ამ წინათ დარესპექტებული energy parallel-ებს, ხო? წინათ დარესპექტებული რატო? იმიტომ რომ ფაცი ჩამოვიდა, ამ ადგილს არ რესპექტებდა და აქედან ზემოთ წავიდა, აქაც გამოიყენა ფასმარო ზემოთ ასულიყო 4 გებში და როდესაც უკვე აი შეხედეთ დადისრესპექტა, ხო? ეს ამთელი high-სად იკეთებს, აი ამ energy parallel-ებში უკვე. ამიტომაც, როდესაც აქ ვიყავი ტრეიდში, როგორც კი აქ ჩამოვიდა ფასი და მის კომოტანი ჩაიხურა, ხო? აქ არა, აქ, მაგრამ აქ გადავედით, მაინც აქ ვნახეთ. ეგრევე break-even-ზე გადავედით. ანუ ეს ტრეიდი ზუსტად 1-2-3 წუთში უკვე risk-free ტრეიდი იყო. 2-3 წუთში, მეტი არ დაგჭირდა. ES-ზე რატომაც გავხსენით იყო, რომ SMT იყო და უფრო ძლიერი ამ შემთხვევაში lower time frame სტრუქტურაზე ES-ი იყო, იმიტომ რომ lower time frame target-ი ქონდა, არ ქონდა რაღაც higher time frame target-ი, ზოგადად მარკეტი bullish-ი არის ჩემი აზრით კიდევ, მაგრამ ნახოთ რა როგორ განვითარდება. ეხლა რაღაცა key level-ზე არის ES-ი ასული და აქ გააჩნია როგორ მოიქცევა ჩემი აზრით რა. და ეს sell side იყო ძალიან ლამაზი equal low, იყო ჩვენი target-ი. მოკლედ. ეს იყო და ეს, რავი, დიდი ამ ტრეიდში მეტი ასახსნელი არ არის. ერთი კიდე რა შეიძლება დამწყებებმა წაიღოს, იმიტომ რომ ეს უკვე ბევრი ვიდეოში მაქვს ნათქვამი და კიდე გავიმეორებ, რომ მარკეტზე შევედით აი აქ, აი ამ ადგილას ტრეიდში და უკვე ნახევრის ქვემოთ შეგიძლიათ აი მაქსიმუმ აი აქ დაამატოთ, ეს არის რედისტრიბუციის ადგილი, სადაც ბოლო entry შეგიძლიათ გააკეთოთ. აი აქ და სტოპი აქ დაგედოთ, order block-ის ზემოთ, აი ამ ინვერჟენის ზემოთაც გამოდიოდა. ხოლო უკვე აი აქ ამ high-დან, აი აქედან ესე რო გავზომოთ, ხო? აქ გახსნილი ყველა ტრეიდი არის gambling-ი. იმიტომ რომ აქ უკვე მარკეტზე, ვინც აქ ტრეიდშია თუ გინდა აქ ტრეიდშია break-even ზონა გადადიოდეს, აქ partial-ებს უკვე უნდა ვიღებთ, იმიტომ რომ deep discount-ში ვართ optimal trade entry range-ში, ხო? ამიტომაც აქ უკვე partial-ების აღების მომენტი იყო რა. მაგიტომაც ავიღეთ აი ამ liquidity-ზე partial-ი. არა იმიტომ რომ არ გჯეროდა რომ აქ ჩამოვიდოთ, არამედ იმიტომ რომ მარკეტზე ეს ნათქვამი მაქვს, მაგრამ კიდე გავიმეორებ, რომ მარკეტზე სულ მართალი ვერ ვიქნებით და ასევე ყოველთვის ყველა ტრეიდში სულ ბოლომდე მართალიც ვერ ვიქნებით. ეგ იცოდეთ.
ჩემგან კარგი რჩევა წაიღეთ ბიჭებო. SMT-ზე ვიდეო ჩავწერ და ასე ვაპირებ ისეთ ვიდეოს გაკეთებას ერთმა სტუდენტმა მირჩია, რომ რაღაცა ყველაფერი ელემენტარული რაც არის, რავი, ინდიკატორები, რაღაცის განხილვა, ესე რაღაცეები, ერთ ვიდეოში მოვაქციო რა თქვენთვის. ამიტომაც კომენტარებში დამიწერეთ, რისი სწავლა გინდათ, რომ ერთ ვიდეოში გქონდეთ და ჩემგან ახსნილი იყოს. მადლობა ყურადღებისთვის ხალხო და დროებით წარმატებულ ტრეინინგს გისურვებთ.